იუთუბერი უნდა გაგხადო, რა გჭირს, პოპულარობა უნდა მოგიტანო. იცი რამდენი ხალხი გვიყურებს? ყველაზე პოპულარული თხა იქნები ყველა თხებს შორის. წამო, თან ძალიან მაგარ ქალთან მივყავ ხარ, დედას ფიცა ვარ. სალამი, დღეს გამოგზაურებთ სვანეთში. მიზეზი ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა Instagram-ზე მომწერა, რომ მე ვცხოვრობ ქვემო სვანეთშიო. ჩემს სოფელში დაახლოებით 17 ოჯახი დარჩაო და ძალიან ბევრს ნერვიულობ იმ საკითხზე, რომ ის ტრადიციები, რომელიც არის აბსოლუტურად უნიკალური და დამახასიათებელი მხოლოდ ჩვენი სოფლისთვისო, ნელ-ნელა ქრება და კვდებაო. და ძალიან მინდა რომ ჩემთან ჩამოხვიდეთ და ეს ყველა მისტიკური უნიკალური და ჯადოსნური სვანური ტრადიციები, რომელიც უკავშირდება ახალ წელს და ძველ ახალ წელს, მოდით ერთად გადავიღოთ. და მოკლედ მოგვეცა მიზეზი და ჩავსხედით მანქანიში და გამომიგზავრეთ. ხო და რაც შეეხება ჩას, უკვე ჩემი ახლად გაცნობილი მეგობარი კაცში? მოიცა, აქამდე ძალიან კაი ურთიერთობა გქონდა, მოიცა? გეხვეწები კადრისთვის იმუშავე. აჰა. გაიცანით. ეს ჩემი თხაა. ეს ჩემი პირველი თხაა სხვათა შორის. თქვენ რო იცოდეთ, თხის ყიდვა საერთოდ არ არის მარტივი ამბავი. ძალიან საყვარელია, ძაღლივით არის. მართლა გეუბნები, უბრალოდ ეგეთი წყანა არის თხა, არ ვიცი. შენ კაი თხა ხარ და კაი ადამიანთან წაგიყვანთ. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ სვანეთისკენ მქონდა გეზი აღებული, ის სოფელი, სადაც მივდივართ, ძალიან ახლოს არის მაყვალაბებოს სოფელთან, სასასთან. და გვინდოდა მაყვალაბებოსთან შესვლა, მოკითხვა, მადლობის გადახდა, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული იყო მისი ინტერვიუ და ძალიან ბევრ ადამიანს გაუთფო გული და გაახარა. გვინდოდა ჩვენც რამე მისთვის გაგვეკეთებინა და ვიფიქრეთ, რომ თხის ჩუქება იქნებოდა ყველაზე კარგი აზრი, იმიტომ რომ ვიცით, რომ მაყვალაბებოს 2 თხა მოპარეს. ჩვენც გვინდოდა 2 თხის ყიდვა, მაგრამ ხალხო რო იცოდეთ, თხის ყიდვა არ არის საერთოდ მარტივი ამბავი. თურმე აქეთ ცოტა თხა არის და მოკლედ გიო კამერის მიღმა რო დგას. ახლა გიოს ძალიან დიდი მადლობა. გიოს ძმაკაცებმა, გიო შენ ძმაკაცების სახელები გამახსენე? გურამი და მიშას დახმარებით მივაგენით ამ usახელო თხას, რომელიც არის უსაყვარლესი, ძალიან დინჯი და ისეთ საყვარელია, შეიძლება მე დავიტოვო. ნახე, გეხვეწებ მეფერება მე მგონი. ესეთი თხა გინახიათ სადმე? მაგარი ტიპი არის. მოკლედ მიყვავს მაყვალაბებოსთან თხა. წამო ეხა. ბიჭო, ძალიან დიდი მადლობა რომ თხა გვაშოვინეთ. მაგარი კაი თხა არის, ხოთა შორის ისეთ საყვარელია რომ დავიტოვებდი. გარეული. ანუ უჯიშო არის? არა. გარეული ვერს ნიშნავს. ანუ ფერი. იუთუბერი თხა. ჰა, იუთუბე. მაგას ვამბობდი, რომ წამოდი გადაგიღებ მეთქი პირველი იუთუბერი თხა იქნება მეთქი. აი, ტოპში. ცნობილია. ჰა? უკვე ცნობილი. სახელი არა აქვს. ნინუცას ჩენელი დავარქვათ. ნინუცა დავარქვათ. თხა სახელი არა აქვს? არა? რატო ყავთ უსახელო თხა? მე ნიკას ვძახი. შენ ნიკას უძახი? აჰა, თურმე ქონია სახელი. და მაყვალასაც გაუხარდება. გოგო ხარ თუ ბიჭი აწინიკა. მაყვალა ეძახის ნიკულიკას. ნიკულიკას. ნიკო. შენ ხას ერქვას ნიკულიკა. ეს რატო ჭედავს? გადავწიეთ. ჰა? ჩა? ოი, მე თავში მოგარტყი. ხა, კაცვა მოხდება. ამო. მოდი, კაი. ნიკა, ნუ წავ რა. წავედით. რა მაგარი მანქანა. არ გადააგდო ის ბედი. ამ კაცმა ნორმალურად ატაროს რა არ გადამაგდოს. აი, მიყვავს მაყვალაბებოსთან თხა და იმედია თხიანა არ გამოგვაგდებს მაყვალაბებო. თოფით. წამო. აი, ეგრე. წამო მაყვალაბებოსთან. მაყვალაბებო! მაყვალაბებო! გილაცა! უი!
იმუშავეთ. გილოცავ შობას, გილოცავ ახალ წელს. მოგაუგებო, ნახე რა ცნობილი ხარ? 3 მილიონმა კაცმა გნახა. რაც შენ გლოცეს? წაიკითხე? ხო. ნახე კომენტარები? მაყვალა როგორ ხარ? ბლაუზ დაიწარი. ისო თხა მინდა იმიტომ რომ მოშორება მინდა რომ ყავსი მათ. მაყვალებებო, ძალიან კაი ზნისა, დედას ფიცავა. არც ირქინება, ნახე. მართლა ძალიან მაგარი ზნისა. მე ესეთი თხის ნახველი არ ვარ, ზაღლებითა პრაქტიკულად. ზაღზე უფრო დინჯია, არა. აი რაღაც 2 წლისა წყნარია, მშვიდე შეხედე. გავშვითა. ხო. და ვიაგერა. ახლა 2 თხა მომპარეს და ამათაც მომპარავენ ალბათ ზაფხულში. არა, ეს იუთუბერი თხა არის, ამას ვერ მოიყარავ. ეს ცნობილი არის. ცნობილია. რო დაკლავენი რა ცნობილი იქნება. ყავით გაიცნობ თურითი. მაგრამ დახვეწე სიცილი. მიაბიეგერდა. მე არ გამიცილი. გილოცავ ახალ წელსაც, ჩობასაც. თქვენს. აქ ნახეს თქვენი YouTube-ი? კი. მოიწონათ? თუ ხელი მირეკავდნენ ყოველ დღე იმას ვრთავო მოკლეთო. ეს რა კაი რამდენს ლოცავ მაგის გადამღებსო. მიხარია. შემოდით. შევედით. ყავას დაგვალევინე. ყავას. არა. ხას არ დაგიკლავს რო? თუ დაიმსახურებ დაგალევი. კარგად თუ შეჭამ საჭმელს. კარგად თუ მოილხენ, მე ყავს დაგაყოლები. თამაში. სახელი უნდა გითხრათ. მოკლედ რომ მივედით, ვეკითხებით სახელი აქ მეთქი და არა აქო. მეთქე 2 წელი ყავ სახელი რანაირად არ აქვს და მე პატარა ბავშვი მეუბნება რა რომ მაგასო მეო ნიკას ვეძახიო. ვაი! და მე ვიფიქრე ნიკა ხო გიყვარს? კი. ისინი ნიკას ეძახდნენ. რა ვიყოს ნიკა რა? ხო, მარა ნიკას ვერ დაუძახებ მაგას. და ნიკას ვერ დაკლავ. ქალის სახელი უფრო უხდება მაგას. ეს დედალია და. დედალია? ო, ეთქობა. ვერ გავარკვევ. ნიკა როგორ დაუძახო ამას, კაცო? ქალის სახელს დაუძახებ. რა სჭამს? ქვილია იმაში. ღორი საჭმელი. გამოდი ახლა შენ თავიდანვე ნუ დაიწყე აქ უფროსობა. ყველა მირეკავდა. ნეტავი რა გაუგზავნაო. ჩემ ქმარზე. ეგ დარჩება საიდუმლოდ ეგ. მესიჯებში. ხო და რუსის გოგო გაუგზავნე კაცო რა, ბევრი კი არაფერი, მაგრამ. ჩვენთან ახლა ძველი ახალი წლის მერე ყტრის სულები მოდიან და ერთი კვირა უნდა წოუდგა საკურთხი ყოველ დღე. ხო და რო უდგამდი საკურთხისე ჩემი მადლიშვილი შემოვარდა და მეუნება მაყოლებიცოლა რუსის გოგოაო გზაშიო და დასარჩენს ეძებსო, მაგრამ მარტო ხელა ქალთან მინდაო და თან რო ცოტა რუსული იცოდესო და უთხარი ასეთი მე ვარ და მოიყვანე თქო. ზუსტად ის დროა რომ სანთელს ვანთებ. საკურთხი მაქვს გამზადებული. ხო და უშეაგაშენა ღმერთმა ზუსტად მაგი მაკრტა მე უთხარი ახლა და ამასაც წოუდგან ბარეღამთა რუსის გოგოები დანუყვარდა მე უთხარი მაგას. ხო და მოდი მე უთხარი ბები აგერ ჩემ წინ დადექი თქვა. დადგა და ბონდო აბა მე უთხარი. ხო გიყვარდა რუსის გოგოები თქვა. აი შენი გემოვნების გოგოა ბლანდინკა, კაი, მაღალი ხვანთელ. ხო და ესეც შენი სარგებელი იყოს და შენ მოგაგებოს მე უთხარ. იმის მერე არ დამსიზმრებია, კარგად გზნობს თავს. აი დედა.
იმის მერე კარგად არის. ხო და მე სულ უამადლიდი რო ავედი, ხო გამოგიგზავნე თქვა რომ გიყვარიო და ისეთი გოგო თქვა. ხო და წყნარად იყავი მაქანა თქვა. მე არ დამიძახო აქ თქვა. არა მოვალ მე უთხარი მე. ესეთი რაჩე ბებერიკა ჩრიტინი რა მოცაწონი იყო, მაგრამ მაინც მეეწონა რომ გაბრანჯულია რო ყავი და არაფერი ნატურალური ბებერიკალი იყავი ბაბულია. მაგრამ ერთი კაცო. ხო. იმას ქენით გამიწიარეთ ეს აქანა. Guest house-ი რო გაქვს. რო გასასწრებლად მოიდეს ვინმე ან რაღაცა და რაღაცა. გავწერთ და ვიტყვით კიდევ. თქვათ ეხა ნიკა. გასაგებად თქვათ, მაშინ ხო ვამბობდით რომ ისე გავგებრად თქვით და ეხა თქვათ გასაგებად რომ თუ იმიტომ რომ ხალხი თალცადი იწერებოდა. თუ სურვილი გაქვთ სასახლე ჩამოხვიდეთ და მაყვალაბებულთან გაჩერდეთ არავინ და არაფერი არ გიშლით, იმიტომ რომ აქ არის მოქმედი არსებული guest house-ი. მაყვალაბებამ სანამ გაგვიშალა სუფრა და მოკლედ წამოდი. გოგო, დებილი ხარ შენ? რა გააკეთე? დაშალა. მთელი ის დაშალა. ფილებს რა უყო? ეხლა ცემენტი გვაქვს მოსატანი და ფილები. არემონტოა. შენი ძაღლი ხო? კაი დინჯით ხარიო, ხა? ლენტეხელით ხა. ვაიმე, ჭამს, ყველაფერს გიჟია ეს თხა. გოგო, რანაირად იქცევი? ესე იმიტომ გაყიდეს. მე მგონი ბრაკი არის. რატო? რა ვიცი მე ცემენტს ჭამს და ცოცხს. ხო წავიყვანოთ თხასთან. ხა საერთოდ მავნებელია. მავნებელია. გააქვს შენ კომენტარი რამე? ეს თხა არავინ არ მოიპარავს, ფურცლავს. შარიანი თხა არის და არ გინდოდეს და თუ მოიპარავთ ამ თხასაც პირადად ჩვენი 4-ეული ჩამოვა და გიპოვნით თქვენ. მაკეთ არის ნინუ ციცოდი? რა? მაკეთ არის სავარაუდოდ. რა? მაკეა? მაკერას ნიშნავს. ფეხმძიმედ არის ნინუ. ორსული თხა მოვიყვანე. ორსული თხა მოვიყვანე. ვანდასთან ვანდას ცოტა ხანში გაგაცნობთ, ვანდა არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც მოგწერა, რომ ძალიან მაგარი ტრადიციები გვაქვს, ხო? 13-დან 14 დეკემბერსა და მოკლედ გვაჩვენებს ყველა იმ უნიკალურ ტრადიციას, რომელიც სწორედ მხოლოდ მათ სოფელსაა. ნაცული ქვია სოფელს. აქვე არის, სადღაც 20 წუთი უნდა ნაცულამდე, ხო? ბოლოშია ნაცული. ბოლოშია. არის 12 კილომეტრი. აქედან სასადან არის 12 კილომეტრი. სასაშიდან არის 12 კილომეტრი. და თქვენ კიდევ დასვენება თუ გინდათ მაყოლობებოს და ყოველთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, აქ ძალიან კაი guest house-ია. წავედით ახლა მარიშკა. მაყვალებებო, წავედით ჩვენ და დაგირეკავ. მოვალთავ და. დავა, კარგად იყავით. YouTube ვიდეოს რო ერთხელ საღამოს ნახავ, მე საჩაყვებას ისმარშია რა იქნება. გაიგე რა თქვა, დამესიზმრეო. მართლა. და მე რედ მოგწერეო. კაი სიზმარი იყო? კი, სვანეთში ვყავდით და იღებდით რა და ოცხადე მე მოგწერეთ, კი გამიკვირდა რომ დამიბრუნეთ პასუხი, მაგრამ ამიცხადა ვაი. ეს ქვემო სვანეთის ბოლო სოფელია და ვერ გადავიღეთ როგორ ამოვდიოდით, იმიტომ რომ პირჯვის წერით ამოვდიოდით. ეს ჩემი დედამთილი. დედამთილი. ეს თქვენს ადგილობო პირველად. გამართლა. პირველად შვილობდი. არიშკა სრიალებს თხილად გამარჯობა. მადლობა მასპინძლობის. არ წაიქცე შვილო. წამო დედა გავიცნოთ. და ჩემი არ არის სამყარო. არ თქვენ, მამიდა ჩემია. გამარჯობა. მამიდა სახელი მომხარი. ჰა? მამიდა სახელი მომხარი? ხო. სახელი ლოლა. ლოლა, გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ. შეხები.
გოგო, რას ლაპარაკობს სტუმარი ღვთისაო და ქართველები ვართ და საცხა აქამდე მოხვედით. ისე მართლა ძვირს მოვედით, მაგრამ მოვედით. გძელი გზა ჩვენ გვყვარს. ეთილი იყოს თქვენი. მოდი მარიშკა. ავარა. კი. აი. რაღაცნაირად მიყურებდა ცალი თვალით. არსებობს რაღაცა ძირძველი ტრადიცია, რომელიც უკავშირდება რა უნდა გავაკეთო ამ ღორის თავს. მაგას ხვალ გავაკეთებ. როგორც ყოველთვის სვანი ქალები იუმორით არ გვღალატობენ. ძირძველ ტრადიციებზე რას ფიქრობთ თქვენ? რაც იყო, ხო? ხალხი რო წავიდა, ეგიც წაიღეს. წაიღეს. ახლა ჩვენ ვინც დავრჩით აქანა ნახევრად ვაკეთებთ ყველაფერს. თორე ისე კი არა, რო იყო მართლა. ვანდა მაგარი ჯიუტი გყავთ, ხო? ო, კაია. ეს სვანური ქალებისთვისებაა, ხო, ეგეთი ხასიათი? ხო. 5 თვის ორსული, ღორის თავით. ხალხო არ იცით სად ვიმყოფებით და როგორ ამოვედით, ვერ გადავიღეთ გზა, იმიტომ რომ გოშინოდო რომ გადავარდებოდით იმ გზიდან. ამოვიდა 5 თვის ორსული ღორის თავით. ბებიასთან 3 დღით. რომ აი ეს ტრადიციები, რომელსაც იდეაში ყოველთვის აკეთებდნენ ძველ ახალ წელს აქ, რომ გავიმეოროთ და თქვენ ამას უყუროთ და იცოდეთ, იმიტომ რომ სულ 13 ოჯახი დარჩა ამ სოფელში. ხო. და იმას ისე ვაკეთებ. ერთი კვირა ასეთი სუფრა, ყველაფერი უნდა იყოს იმაზე. ყოველ დღეს აღამოს, იმიტომ რომ მიცვალებულები მოდიან. დილას აღამოს, ხო და ის ღვინო ხო გვექნება, ახლა ამაღამრო დავდებ იმას, ხო? იმას მეორედ აღარ იმას ვშუდი. იმას გადაასხავ და ახალ. ხო, ახალი უნდა. ყველაფერი ახალი უნდა. ყოველ დღე 7 დღის განმავლობაში. ხო. წავედით ახლა გაგაცნობთ უფრო ახლოდან ან. მალე დავბრუნდებით. ჩვენ ფიჩხი უნდა მოვიდან. კაკლის არ დავიკ. ნუ ვჯერებთ იმას, კაცო ძნელია იქ გასვლა, ახლა მე ვერ გავალ მაგრამ. ჰა, წამ მარიშკა. წამ. ნიკო! ჰა, რა შობი შენ? მუშაო. ოჩახ შენ, გამოგვადექი. იცი რა თქვა ბებია? რა? გაწმინდა. ეგ ხვალ გადნებოდა და ისედაც გაიწმინდებოდაო. კი. მაგრამ დღეს ქენ. გავერთე რა. მოიცადე, ჩვენი 5 თვის ორსული ნაჯახით ხელში. ხელში. სვანური ჰორორი იწყება. რას ვაკეთებთ პირველს? მე როგორც მახსოვს და შემახსოვრებაში ასე ვიქცევდი და ამას ვაკეთებდით რა ეხა უნდა წავიდეთ და მოვჭრათ სვანურად ამას ქვია ხულ ასე ვეძახი ხულ? ხო ასე ვეძახი მსხლის ან ნიგოზის ტოტები უნდა იყოს მოიტანო წილე საღამოს და ცეცხლში უნდა უნთებდე მაგას რა ნელ-ნელა და მე პარალელურად უნდა დაიწყოს ანთლების მიკეთება და გამზადება და სხვა სამზადისი რა თუ რამეა გამოსაცხობი სახალხოსრებიც ჭირდება მაგის პარალელურად ჩვენ ვაკეთებთ ლობიანს, ყველის ლობიანს, ხო, რომელიც მარტო ყველით. ანუ ლობიანი ყველით, იცით ეგეთ რაღაცა? ხო. ჰორორის ვაიბები მოდის ამ ბლოგიდან. სული, ღორის თავი, ღამე, თვარე, რაც თავარია, სიზმარში მნახა და მე დამიკავშირდა. ნაჯახით მიდის. ნაჯახით მიდის წინ. ნიკა ჩამოგჭა. მე გავგრუნდე. ჰა? არა მაშკა.
ეს ხო იცით მართლა ფიქრობს გაბრუნებას. ეხლა ამას მართლა ეშინია. ხალი წლის მერე ხო. რაღაც პერიოდი გვიწყებს სულების მასპინძლობას ლიფანალი ქვია სვანური ხო. რა ძალიან დიდი ტრადიციაა. და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილას აღამოს ანუ სულებს უშლით სუფრას სანთლებით პატიჟებთ და ხო. ლოცულობთ რომ მოვძანდით მოდი ჩვენთან რაღაც თვითონ მაგათი მასპინძლები ვარ. სახლში შეიძლება ხმაური და რაღაცა არანაირი ზედმეტი ისა მარტოს ღაპრების მოყოლა და ფეჩთან რაღაცა ფესთან სიწყნარე ხო იმიტომ მიცვალებულები მოდიან მაშინ ჩვენთან არიან ესე ხო და ბებია შემამთხა ყოველდღიო ახალ საკვებს და ახალ ღვინოს და თორ ხო ახალი ისე უნდა გავაკეთოთ სვანური იცი რა თქმა უნდა სვანურად ალუდაკეთელაური მაქვს ნათარგმნი რითმაში მართლა და ისიც ხაფი აკაკის გამზდები ამალაპარაკე ცოტა რა მაგალითად როგორ იქნება მარიშკამ ნერვებს მიშლი ნერვალს მიჟმე ნერვას მიჟმე გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი თუ შეიძლება როგორაა ჩვენი გამოიწერეთ გუშგვე YouTube არხ გუშგვე YouTube არხ ნინუცას channel ქეხირეთ დროზე ეგ ჩემი საყვარი ქეხირეთ ჩემი YouTube არხი მაიდა ეგ ცული პირდაპირ ნუ ასე ჩარ გვერდი თავ გამანები არ არის ამის საქმე რა აუნიკა დოდოდო არ დაგავიწყოს რომ მეღადავები იმ მომენტში როდესაც მიყურა ნაჯახი მიჭირავს ხელში თხილად ვიქნებოდი ფანქარს კი არ თლი ნინუც მე ვაპატიეთ თუ შემთხვევით არ ვიცი შუაღაბე ტყეში ტოტი როგორ უნდა ამას რა ჩავანაჯახო მარიშკა ნუ ხარ შენ პაჯი გაწელი რას მოვიტანეთ იქიდან იმ ტოტებისგან ნაწილისგან მოკეთებთ პატარა შამფურებს ესე ვთქვათ რა. ამას უნდა დავამაგროთ 4 პატარა ხორცის ნაჭერი და ლოცვისას რო გაგვაქვს ლობიანთან ერთად ეს ლობიანზე უნდა დავდოთ და იქით ბოსტვისკენ ხო გაგვაქვს ერთად უნდა წავიღოთ რა ლოცვის სანთელი ლობიანი და ეს აბა მოყევან და ეხლა რას ვაკეთებთ? თქვენ დარით მარიშკას დაბნევეული ორი თვალი გვიყურებს. ტრადიციული წესით როგორც ვაკეთებთ ხოლმე ყოველ საღამოს სვანეთში ვაკეთებთ სანთელს. ვცდილობთ არ დავაბეროთ. ვაკეთებთ სანთელს. ჯერ ეს ფიჭა უნდა გავადნოთ, მე მომზადებული გვაქვს წაფი, რაზეც შემდეგ ამ სანთელს გავავ. შენ ესე იგი პირველ პარტიას ხო, მე პირველ პარტიას ჯერ ვადნო, მე ის ხელში უნდა ხო ეგრე ქნა დაახლოებით გაარბინო კარგად. მაცვის მასალას და ამას კიდევ მე ესე ვაპტყელებ. ძალიან დავყარ ერთმანეთში შეარბილე უფრო რა მთლიანად. თან ხელი არ უნდა იყოს, ხო არა, ხო ეგრე და ათამაში ხელში რა. თუ გაგიცივდება, მიწია კიდე და ეგრევე გათრება და რბილი გამოდის. ასე გიცივ. იმან მე წებოები მომთხოვარ გამოდის. Kopya var ya, arkadaşlar. خیلی خواری زوخ خان دونش کنیم زمان کار آمده جلی یاری وایلی که داردیس متمیز رخ جمع دل
Çekala ver biçim biçim. Skoşlu bak. Დიდი მეჭხატა სულთარიზე ხობილა მარიალა გურტაშალია საგემცე თვილი ვარველდა შონია თამადობით ნასული თამადობით თელაშ თელშონს თელქვანაის ნახოსოი გამორჩევა ძმესერ ხარდნის გვიმემზე მეყავლა ახალ ხვაიზონ დიდი მეჭხატ მადილქოში ძმესერ თელქვანა ახალ ხვაიზონ ხასლა ხიტად ჩანთელი ბედნიერთ ხომა ხოჩეველი ბაჩი ოჯახს სულ თამადობით თელაშ თელშონს ხერბით ჩახალ თამადოთ არის ეს კუჩკოლემსირ. უნდა წავიღოთ ჰოსელში ან რაც ყავს საქონელი წრიფეხას თუ ქათამი და ასე შემდეგ მიგაქვს და ლოცულობთან და იქ უნდა შეიჭამოს რა. მიგაქვს სანთელი. ხო. ულცესი არა. გაკეთებით ხო ეხა ჩვენ მაგრამ ბავშვებს გვატანდნენ იქ თვითონ არ მივდიოდნენ. მე და ჩემი ძმები გავდიოდით, თან ძაღლი მოყვებოდა და ლოცულობდით რა, რაც ლოცვები ვიცოდით, სწავლი ქონდა, ყველაფერი. და მანამდე უხუცესი ხომ არა. ხა ესე ჩვენ რო შეგვესწავლა, მე ჩვენ ვაკეთებდით ბავშვობაში. აბა ორგანულად არის მიყვარს გზნობრო როცა ვაკეთებ. გონია რომ ისო მაგ შეხებათ შენ წინაპრებს. რატომ ეშინია რომ დაიკარგება? იმიტომ რომ ეგრე არის რა. არავინ არ აგრძელებს. ეხა ჩემ ტოლებს ხოს ანუ ეცოდინებათ, მაგრამ გაკეთებით არ გაგრძელებენ და მეც ეხა სხვაგან რომ ცხოვრობ ქალაქში და რაღაცა ქალაქში ვარ გავაკეთებ ამას ყოველ ახალწელს. თუ არა მოვიდი და თუ არ მომიწადნია გაკეთება, ეგრე არ იქნება რა. და როცა ვაკეთებ, გრძნობ რომ ჩემ ძალიან ძველ წინაპრებთან მაქვს კავშირი და დროს თითქოს აქრობა მომენტში რა, რაღაცას რო ახლა აკეთებ, რასაც ისინი მაშინ აკეთებდნენ ძალიან ადრე რა. მე სვანურ ფოლკლორსაც ვღერი ანსამბლში და სვანურ ანსამბლში და იქაც იგივე შეგრძნებები მაქვს, როცა ვღერით, ძალიან ძველ ჩანაწერებს აღვადგენთ რა, ძალიან ადრე რაც იყო იმეებს. და კავშირს გძნობ რა ფერხულში რო დგები და რაღაც სვანურს რომ მღერი, აი რაღაც შეგზება ვერ აღწევ რა. და იმიტომ ვაკეთებ თორე რაღაც ის გამო კი არ რომ მევალება, რა როცა არ მომაძალებს, მაგრამ მიყვარს რა. ცოტა ხალხი დარჩა რა უხუცესები, ახლა მამინდა ჩემი და კიდე რამოდენიმე არის ამ სოფელში. და ეგენი რო აღარ იქნებიან, მე ჩვენ მარტო მეხსიერებაში დაგვრჩება და მე ხა პრაქტიკაში აქამდეც მქონდა, ეხა ვცდილობ რომ მქონდეს რა. მამინდა ჩემიც რო იძახა რა, დედა ჩემი ვაკეთებდა, მეგონა რომ სულ გააკეთებდა და მე არ ვსწავლობდიო და მე ვცდილობ რომ ეგ შეცდომა აღარ გავიმეორო რა და მაინდა ჩემი რასაც აკეთებს და უყურებდი, მე ვისწავლო და მაინც ინარჩუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც აღარ არიან? მაგინით ამ პროცესით ხო რაღაცნაირად იქ. შენ რამდენი წლის ხარ? 6. და საცხოვრობ? მე ამჟამად ცხოვრობ რუსთავში. აქ რამდენად ხშირად ამოდიხარ? როცა შემიძლია სულ აი სამგაფხუნებოდი, არ შემიძლია რომ მაქსიმუმი 2 თვე გამეკაჩა რომ ერთმა არ წარმოსულიყავი ის ბიჭი. აბიტურიენტობისას მასწავლებელს გამოვიქცეოდი და სათხარს ვანიჩი გაკვეთილზე არ მომიქცეოდი როგორ მომიცანეჩი. მიყვარდა ძანაკავრობა და ვერ სუთქავ ხოლმე ხაც ვარ წარმოსულიყავი მართლა აი იმდენი რაღაც ამიხსნაში მაქვს ისაურის აუ ხო თითის ხარ რა მიდიხარ მეთქი ვერ სუნთქავ ჭირდება ანუ იმასაც ჭირდება რომ 5 თითის ორ ბავშვად ჭირდება მე კარგად იმოქმედებს ხო და ასე გონია შე ხო და ეგარი თავი მე გძნობ ამას თლიანობაში აღვიქვა მე ეგრე შინაგან ერთორე გონია ძვია მოყოლეთ ხო? ნუ მე თქვენი ვიდეოებიდანაც გძნობ რა თქვენ რასაც იმიტომ მოგწერეთ თქვენ შეიძლება ანუ მართლა არ მიწერა რა ვიცი მაგრამ აი თქვენ ბოლო ვიდეოებში თუ მეტეს რო უყურე აი იმ საღამოს უყურე რო და მე სიბნეთ მართლა ბახმაროს და ბაკურიანს უყურე ზედიზე წინა საღამოს ჩემი ფარის მენაში იყო მარტო ვიყავი სახში და რო ჩავიზეთი უყურე და იმდანაც ჩამყვა აი რო უყურებდი ემოციურად იმდანაც წამოვიდა მე სიბნა რომ ასე მოგწერეთ და თქვენ წამოხვედით და მეორე დღეს მეთქი რა უჭირს მოდი ამა დავწეროთ და ძალიან ისეთი ტექსტი მოგწერე რა არ დამილაგები არ ვარ და ბევრი გწერს მაგრამ ძალიან იშვიათი არის მოვახერხოთ და წავიკითხოთ მე ძალიან ბევრი წერილები შემიძლია აგიტო მეთქი ახლა ისინი რას გაიგებენ და ტექსტი სიტყვა წამოვიკითხე რა რომ მეშინია რომ დაიკარგებაო ტრადიციებო და აი მაგალითად მე რა მახსოვს იცი ძალიან პატარა ვიყავი თბილისში რომ ცხოვრობდი ხო და ბებიაჩემი რომ გამოყვანდა ქუჩაში სასეირნოდ მახსოვს როგორი იყო სახლები, მახსოვს როგორი იყო ქუჩები. განა არ მომწონს ახლა დღეს თბილისი როგორია, ძალიან მაგარი ქალაქია. უბრალოდ ხვდები რომ არაფერი არ დარჩა, ერთი ვიდეო არ დარჩა იმისი
ასაბეჭდი როგორი იყო მაგალითად ბებიაჩემი როგორი ძლიერი ქალი იყო თბილისი როგორი განსხვავებული და მყუდრო და პატარა იყო გონიარე ყველაფერი დააფიქსირო და შეინახო და შეინარჩუნო ძალიან მაგარია მომეც ეგრე ეხლა უნდა წავიდეთ და შევსთხოვოთ უფალს რომ მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის რა სვანეთში საქონელი და ის ჩენას ნიშნავდა და მაგათი გამრავლება და სალხიში დაჭირვება ანუ ლხინის ამბებში გამოყენება დაჭირვება სულ ხეროიდარს დეშს მათ ფიშირ სარხის აუწ ხმრალ მემსარის კიმზე ხორა ხასოი გამორჩება სომხას კობნელი თათხე კომაშილა როგორ მეცერამჩ ფერში გარამჟილაშ და ჩიზა ამზავი ამჟილესეს მათ ფიშირ კომაში არდენის კიმზე ხორა ხისამეთე მაგ что писал хмурал лхинисо хмурал ногцахал хмурал лей хинисо Ой, почему нет? Хрена, что? Сам паскуд нет. Я не знаю, ты скучаешь. Ты еще помощь. Такая он качи, спрашивай. Сам ты не сок захват. Чай я хочу захват. დღეს ეს საღამოს რიტუალი ამოვწურეთ, ხო? კი, მოვჭით. სახელმწიფოს წინა საღამოს არის ეს ამბები, რაც გავაკეთეთ ყველაფერი. ესე კეთდებოდა. ესე კეთდებოდა ჩემს მეხსიერებაში, რაც არის და მომიდა ჩემს მასწავლა და რაც ვიცი, შეიძლება კიდევ ბევრი რამე იყოს. ეს უფრო მისტიკური და ისეთი ძალიან საინტერესო რიტუალია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მარიშკამ თვალებს მიბურიალებდა, სათხარ ნინუცა დაბრუნდი და ხმის ამოღება არ მინდოდა, ისე ფიქრებში მიდიხარ. ხო, ფიქრებში მიდიხარ სულ სხვაგან და რაღაც ემოციურად სხვაგან ხარ. მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ თქვენ დამშვიდდეთ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ დავიძინებთ და რომ გავიღვიძებთ, მე დავეტაკებით ღორის თავს. აი ძალიან მაინტერესებს რა იქნება მე თვითონაც. ეს უზუ-პუზუ რო ყავს ახლა მარიშკა, ალბათ სულს გააფრთხობს. რო ჩავხედე იმ ღორს თვალებში გადავყირავდი. ახლა კომფორტში რო ზიხართ და უყურებთ ამ ვლოგს, ეს ვლოგი კეთდება ერთი დიდი მიზნისთვის, რომ სურვილი გაგიჩინოთ, რომ შემოიაროთ საქართველო. ჩახვიდეთ ყველაზე შორეულ წერტილებში, ნახოთ, ესტუმროთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ цариერი კედლები და ლამაზი ხეები და ლამაზი პეიზაჟები არაა ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა დგას ძალიან მაგარ ადამიანებზე. და ეს ტრადიციები რომ მოგწევს, იმ ადამიანებმა მოიტანეს ეს ტრადიციები და ამ ადამიანებს თუ არ გავიცნობ და არ დავიმახსოვრებთ, არც შენი ტრადიცია იქნება და არც სხვა დანარჩენი ამბები. ამიტომ აგაგდეთ ახლა ნამოსა და დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ქვემო სვანეთში. ნაცვლში, ნაცვლიდან დაიწყეთ. მარიშკა გამოიწერეთ. ესე გამოგვიწერეთ. ბიჭო, სინდისი ხო გააქვთ? სინდისი არ გააქვთ. რამდენი კაცი უყურებთ ხო ვიცი? 60% ჩვენი სტაბილური მაყურებლის არ არის ჩვენი გამომწერი. გვერდს არის უყურებენ და არ იწერენ. კაია, ხო ერთ ხუთშაბათს ეთერში რო არ გავალთ, მე ნახავ. მე გძდიეთ. ჩვენ კი ვივლით ისევ. და თქვენ ვეღარ უყურებთ. მეტი რა გავაკეთო? ვემუქრები. ხვალდილი და ადრიანად ვიწყებთ რა. რომელ საათზე? 12-ზე ვიკრიბებით, ხო? იმიტომ რომ გზაზე რო ამოვიდეთ, ჩვენ გაყინული იქნება და ნაკვერცხალს გავაყოლებ ხელს. გაიძიე შვილო მარიამ. ეს გოგო ჩემი შვილი არ არის, იცოდეთ. არც ნიკასი. არც ნიკასი, არ ვიცი, ნიკასი ცალკე არ ყვიეთ, მარიშკა არა ჩემი შვილი. ჩემი აზრით, დილა დაიწყება შენი წირულკივილით. რატო? რაში? რატო? მოცურებებით რო ამოვა. მე?
შენ თავში ხო არ გერევი? Пока. კაი, გასაგები რომ იყოს მოყვები თავბოლოს ამ ისტორიის. ერთ შვენიერ წინა საახალწლო საღამოს მომდის გვიან ღამე იყო, ხო? ხო. ხო, მე მგონი გვიან ღამე იყო. ხო, არ მეძინა. მომდის წერილი შენგან, რომ მოკლედ ვარ ამ და ამ სოფლიდან, ქვემო სვანეთში არის ყველაზე მაღალი და უკანასკნელი სოფელი, როგორ ამბობენ, ამის იქით მამალი აღარ ყივის. ხო. და მოკლედ ძალიან მართლა არ ყივის ამის ზევით მამალი. მართლა ქვემო სვანეთში, ზედასვანეთს არ ვაწყენინოთ. რა მომეწონა მე ხა შემთხვევითობა იყო მეც რომ მოვახერხე და წავიკითხე, მაგრამ მომეწონა, რასაც მწერდი, რომ ძალიან განიცდიდი, რომ შენი სოფელი იცლება. 13 ოჯახი დარჩა ჯერჯერობით. ზამთარში პრაქტიკულად ძალიან ცოტა ხალხია, ყოფა რთულია და მძიმეა, ძირითადად ქვემო სვანეთში ხეობაში არის განლაგებული სოფლები და ეს სოფელი ამითი განსხვავდება, რომ ძალიან შემაღლებულზეა, ფერდობზეა და ჩვენს მანქანის 1-2 მოსრიალება გქონდა ისეთი, რომ წერილის წაღებაზე ვიფიქრეთ ან დაწერაზე. ხო და მოდი ახლა მოვუყვეთ ხალხს აქაურობაზე. ადრე აქამდე მანქანა ვერც კი ამოდიოდა, თქვენ მოჩერდებოდი და მე გიწევდა, აი თუ ბარგი გქონდა სახალწლო რაღაცები მოგქონდა, ქვილი რაღაცები, ხარები უნდა ჩამოგეყონა და იმით ამოგეტანა რა ძალიან. დიდი წვალება და ამბები, ხო, ვართ ბოლო სოფელში, ნამდვილად კომისიონის ბოლო სოფელში, ნაცულში. და მართლა დაცლის პირას არა, ახალგაზრდები თითქმის აღარ არის, თითქმის რა აღარ არიან. ერთ ოჯახს ყავს ბავშვები, 2 ბავშვი ყავს პატარები და სულ ეს არის რა. ერთი მაღალკლასელი ბავშვი ცხოვრობს აქ და ეგ არის. სოფელში სკოლა არაა. სოფელში სკოლა არაა, არც არასდროს ყოფილა, ადრე იყო ერთი პატარა სკოლა, დაწყებითი კლასები იყო, მაგრამ მე ნუ აღარ. სკოლაში როგორ დადიოდით? ხო, ქვემოთ სოფელში მელეში იყო 9 კლასიანი სკოლა და მან დავდიოდი ფეხით რა. სულ ფეხით ზამთარში გავუყოლავთ. მაშინ არც იწმინდებოდა თან გზები და ეს ძალიან ბევრს ჩამოთოვდა და ხვალ სკოლაში გიწევს წელს და ნუ ესე, მამა ჩემი იყო დირექტორი სკოლის და მამა შენ იყო დირექტორი? მთელი ცხოვრება დირექტორი იყო ძალიან ისეთი ცნობილი ქვემო სვანეთში. და წინ წავიდოდა რა გასაყვალად გზის მიყვეიყვალავდა მე პირველ კლასში რო იქნებოდი პატარა ჩანთისება და რომ მიყვებოდი იმაში განაყვალში და ესე ერთ გზაში რა ჩავხვიდოდი მოხვიდოდი ესე იყო რა. შენი ოჯახის ისტორიას მიყოდი? ძალიან საინტერესო მოვყავი და საინტერესო ამბავი არის. ხო, რავი, რამდენადაც შეიძლება მოვყავი. აი რა ჩეკითხე, მამიდაზე მოვყავით. ხო, აი ეს სახლი, რომელსაც ხედავ. ეხა ერთგულებაზე ლაპარაკობ და მამიდა შენი არის აი ქართველი ერთგული ქალის სიმბოლო. თითქმის ყველაფერი დაათმო იმისთვის, რომ თქვენ რაღაც ოჯახის ფეხზე შეენარჩუნებინა და წამოეყენებინა და მოყევი რა მისი ისტორია. აქ ისე არის, დაბალანსებული არის, ანუ ქალს თავისი ფუნქცია აქვს ოჯახში და კაცს თავისი და უკაცოდ ანუ ოჯახში არის ძალიან რთული ქალს უწევს იმ კაცის ჯაფის განაწილებს საკუთარ თავზე აღება და პირიქით ქალის გარეშე ძალიან რთული არის კაცს უწევს იმის გაკეთება. ანუ სოფელში იმდენად დაბალანსებულია, ქალს ისე აქვს, კაცს ყველაფერი არის განაწილებული შრომა და აი მამა ჩემი რომ აქ იყო ძალიან უყვარდა მამა ჩემს აქ თბილისში ვერ ჩერდებოდა თორე ძალიან ნასწავლი იყო და ეხვეწებოდი სადღაც სასწავლას რო აისწავლებინა და რაღაცები გეოგრაფიის მასწავლებელი იყო და ნუ ვერ არა იქ ვერ ჩერდებოდა არ უძლებდა მეც ეგრე ვარ ძალიან მესმის არ მიძლებს გული ხოლმე მე სახში დიდხანს რო არა ვარ და დაბრუნდა რა აქ ცხოვრობდა და ამიდა ჩემიც გვერდში ამოვდგა ეხა როგორ დავტოვო მარტო და ჩემიც ავადარიო და ეხა კაცს ხوار შევატოვებ იმას და შაშრომო აქო და არც ეს არ წავიდა. დემომიშვილები ბევრი იყვნენ 8 იყვნენ ჯამში ისინი გათხოვდნენ. 2 ძმა გურიაში წავიდნენ იქ ჩასახლდნენ და მოუწიათ ამას აქ დარჩენა რა და ძალიან ერთმანეთს ამოვდგნენ გვერდში და ის აი მამიდა ჩემ მაინც მამა ჩემს იმ პირველი ცოლისგან ბიჭები არ ყავდა რა სვანეთში ძალიან ისადი რომ ხوارის გამგზავრებელი ბიჭიშვილი უნდა გყავდეს და
რაც აი ესე მოინდომა აძალებდა რა ცოლი მოდი ვითხოვოთ მოიყვანე რა გამოა ესეთ ქალს ვისაც უნდა ოჯახი შექმნა და იცხოვრებს რა ესეთ პირობებში და ისე მოხდა რომ გააცნეს დედაჩემი ხალხის დამდევნილია და სვანია ისე უშკულიდან იყვნენ იქით სასახლებულები და სვანინაც სვანის ქალია რა ესე ვთქვა და ხო ნუ სვანი როგორც კი მოიყვანეს არაფერი არ გაჭირვებია დაიწყო ეგრევე ძალიან მაგრად ცხოვრება აი ძალიან შრომაში და იმაში გაატარეს თელი ცხოვრება რა და ერთმანეთს ედგნენ გვერდში რა მამაჩემი დედაჩემი ჩაულებრო ძალიან იდილიურად კარგად ცხოვრობდნენ მე ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა წარმოიდგინე მე რო წავალ ხა მამიდა ჩემი ჭება მარტო სახლში რა და ძალიან უცნაური ცუდი არა მარტოება ეხა ტელევიზორს ჩართავ რაღაცა მის ცხოვრია მარტო სტუდენტობისას და ისევ არ ვარ მაგრამ რაღაცა სახლში აი ძალიან მელანხოლია და ნოსტალგია რა იქ გული მეთანაღდება მეთქი მარტო რო არ რაღაცნაირად წარმოვიდგენ ხოლმე რას გრძნობს რას ფიქრობს და წოლამდე რას ფიქრობს და ისეთი არა რთული დედაჩემი რამდენიმე თვე არა ქუთაისში ჩავიდა საცხოვრებლად მანამდე დედაჩემი მამიდაჩემი სულ აქ იყვნენ და სამ ჩემი ძმები გაიზარდნენ და ისინი წამოვიდნენ თბილისში მანამდე ისინი აქ იყვნენ მე ხო ცოტა უფროსი ვარ ჯერ მე წავედი მე ერთი ძმა წამოვყვა და მე მესამეც რო წამოვიდა დახმარი უკვე აღარ ყავდათ არავინ და საქონელს ძალიან ბევრი მოვლა უნდა დედაჩემს ძალიან ბევრი ჯაფა აქ გამოვლილი აი და მამიდაჩემმა შანსი არა მე აქედან არ წავალ კერას არ გაგიციებ სანამ ვიქნებიო და ძალიან ისეთი შეგრძნება რა ეხლა აქ რო გელოდება წარმოიდგინე მამიდაჩემი უკვე 93 წლისა და რო აღარ იქნება სახში რო აღარ გელოდება აი მიჩევნია ის მომენტ დრო რომ მოვა მაგას მიჩევნია რაღაც ხელები გული გამისკნებს მაგრამ კაი ამას რო ყვებით, იმიტომ რომ ისა რა ქვია ნიშნულობას ვანიჭებთ ამ ყველაფერს, ხო? ბევრი ხალხი ხო ამაზე არ ფიქრობს, აი ამაზე მინდა ლაპარაკი, რომ ბევრი ისე მიდის ქალაქში ნებისმიერ საზღვარგარეთ, რომ თითქოს გულის წყვეტა არა აქვს და ის მნიშვნელობა, როგორი მნიშვნელოვანია სოფელი საქართველოსთვის, რომ სოფელზე იდგა ყოველთვის ყველა დიდი ქალაქი, ყველაფერი ამაზე იდგა. მარტო სვანეთს და ჩემს სოფელზე არ მაქვს ლაპარაკი. მთელი საქართველოში ეგრეა, ისეთი სოფლებია, რომ არ ვიცი, იქ ცხოვრება როგორ არ უნდა გინდოდეს. გავით, მოვყვეთ ჩვენი ტრადიციები. Ale peprias. Ale vasos. Ale islas. Tatos. Ale datos. Levanis. Levanis. Autos. Tatos. Herbert. ახო სოი გამურჯვებათ მეზრ ხარდონის გვინმე მზრმე ხორალდ მაგ ახლა უნდა იყოს კიდე ხურდები მე მაქვს შენ გაქვს და დევი ფულსაც უნდა მოვკიდოთ ხელი აბიგები არ მაქვს მე მაქვს კეცხი მოიტანე რომ ასენ სუქნად რომ უნდა იყო თელი წელიწადი ხვავი ბარაკა ღმერთმა უნდა მოგიშალოს ყველა უნდა შეახოს ხელი ის კეცხი არის ასენ სუქნად რომ ყოველთვის და გულიანად თქვა სულ შეეხე მიდი შეეხე თამას ხვავი და ბარაკა ღმერთმა მოგაყოს სულ ფული გექნებათ თუ გინდა ფული შე რა უცნაურია ეს ყველაფერი მართლა ნახევარზე მეტი ძალიან უცნაური არის რა ახლა თუ ავშენდით მოგიყვებით მე თქვენ ახლა 6 თვეში ავშენდებით თუ არა გეცოდინებათ რა უნდა აკეთოთ მაგრამ აი ძალიან მისტიკური არის ამ ყველაფერს ახლა ენერგიაც ხო ვერ გადმოგცემ ჩვენში ახლა დაჯდეს და ჭამოხნი ხორცავი ხო ისეთი ცოტა ნახე აქ გამოსჭერდა ხორცს ხორის თავს გაგატეს მე არ მინდა არზე არ გაჭრის ეს ბარაკ საიდან მოდის ეს ტრადიცია დაახლოებით აი გახსოვთ ან დედისგან ამბები როდი დედისგან მახსოვს კი მაგრამ აი ვინ აკეთებდა ვინ დაიწყო ამისკენ მე მისი დედამთილი აკეთებდა დედაჩემის დედამთილი ხო იქნებოდა ის უფროსი ქალი კი ბატონო და იმას ვაყოლებოდა კიდე და იქიდან მოდის აბა ჩემი დაწყებული კი არა ეგ ცალსახად ანუ უბრალოდ ვერც იხსენებ დაახლოებით რამდენი საუკუნის ანუ 100 წლეულის ტრადიცია ხო ყველამ ერთმანეთისგან ისწავლა ქეხირეთ გუშქვე არხ ნინუცა channel youtube.com
დარჩა ბოლო ტრადიცია მეკვლის, რომელსაც სერიოზულად უძღვებიან ჩემ ოჯახში. ეგ ტრადიცია ისეთი არის. მაშინ რა ჩავასწავლე? ვაი თუ ცუდი წელი გქონდა, იმ უბედურ მეკვლეს არავინ არ გაახარებდა მთელი წელი. ცუდი გული და ფეხით შემოხვედი და ხელითო და ბავშვობაში მე მიშვებდნენ როგორც ჭკუა მხიარულს და მარად ბედნიას მიშვებდნენ მეკვლეთ, რომ ის რა ქვია, ხალის მოიტანო. ვარ შევდით რა, ვის რას ისე ფეხი და ერთი ჩვენი მეზობელი სულ ცინის რომ ესე მე ვიყავია მაგათი მეკვლე მთელი 10 წელი ვიყავია მაგათი მეკვლე და მე რატაც 10 წლის მე ერთი მოხუცი ხარი გარდაეცვალა და მაგ ხარის სიკვდილის ისა გადამაყენესო მეკვლეობით. და შენ რო ჩვენი მეკვლე იყო წელს ხარი გადაგვეცვალა და აღარ ხარ ჩვენი მეკვლე. ოჯახს რომ ვინმე დააკდება ხო, მაშინ იგიც უნდა იცლება ხო? უნდა ჩვენ ხარზეც გამოუცვალეს. ესე იგი თუ ოჯახში გარდაიცვალა ვიღაცა, ჯობია რომ მეკვლე შეიცვალოს, რაც არ უნდა თავის. სანამ მეკვლე, გარე მეკვლე მოვაჩვენ ყავს, შიდა მეკვლესაც ვედახით და სანამ დილეს არ გათენდება, ყველაზე ადრიანად მეტესად კაცები აკეთებენ ამას ოჯახში რა. მიდის მოილოცავს იქით ბოსელს ამბებს იმას ამას და მე თვითონ შემოვა მთელი ლოცვებით ყორმკარ ბედნიერ და როგორც არის ბრინჯით და კბილეულებით ესე შემოვა და სახლის მეკვლეს ვეძახით მაგას. და მე ცოტა რო გათენდება, უკვე იწყება მეკვლეების სიარული სოფელში და მოდის ჩვენთანაც. მოკარ ბედნიერ. მაი ბედნიერი, მაი ჯეიღვა. მაია იყო. ხოჩაზაილიცა და ლისგვი კუმარსის გვიმარას ყველაფერი სიკეთე ახალ წელს ბედნიერება ჯანმრთელობა მოვიტანე. მე ვასუხარ ის გაცხანსი ბედნიერ და გვაახი ლმზრა ჩიგა. ახლა ჟაიში აშნი. ხერბეთ ხოჩაზაილიცა და ჯადეს შენი ოჯახით, შენი ბედნიერებით ის გვი ოჯახის, ის გვი მოკეთეშ, ჩემი სიკეთევა ჯენა მაგოჩარიდე შეხოჩამ დახსე და ახი ის გვასაქმესი მომავალში უკეთესი გახარებული იყო ის. ვასუმა ახი. ბედნიერი ჯანმრთელი. ვასუმა ახი ხოჩამ ხარ. ჰე, ახლა თქვენ გინდათ ასე. და დაგლოცო. რა იმჟი ჩომჯი ხარ ეს ალა ჩვერჯი ყდა ნამჟი გარ მაჯი ყდა ნასიპნა ალაი ლოქსკი ო я им хочется. ნასიპნა ნო შალეტო. უკიდა ხელი მე. ხო, ხერბეთ ხოჩაზაილიცა და ალხა გოგურა ქვია. ნინო. ხოჩაზაილიცა და ნინოს მიჩა ოჯახს, მიჩა დედმამიშვილს, ყველას სიკეთე ბედნიერება მოეწეროს ამ ახალ წელს. და ხოსოი გამურჯვება. მოკლედ, სად არ ყოფილვართ და რა არ ყოფილა და ხან რას გვატანენ ხამხალს, აი მაყვალაბებომ გოგრა გვაჩუქა, როგორც ყოველთვის გოგრას გვაქვს ხო და ხაჭაპურს გაგატანგათ. ყველაზე ეგზოტიკური გატანების შემოთავაზება თავისთავად ცალსახად ეს უსახელო ღორის თავი არის, რომელზეც კივქილი ყოფთ, მაგრამ დიდი ტრადიციის ერთ-ერთი ჯაჭვის ნაწილია, რომელიც 10 წლეულებია, აი ვერს ვკითხულობ, საიდან ეს ტრადიცია, არც კი ახსოვთ, იმიტომ რომ ბებია მისი ბებია და ასე დედიდან შულზე გადადიოდა თაობიდან თაობამდე და ჩვენ ამბავში ყველაზე კაი ამბავი აქ ვანდა არის 26 წლის გოგო, რომელსაც უყვარს თავისი სოფელი, თავისი წინაპრები, თავისი ტრადიციები და ყველანაირი ძალით ცდილობს ეს ყველაფერი შეინარჩუნოს. საქართველოს სხვა არაფერი არ არის ესეთი ადამიანი და ეს ლამაზი ბუნება. და ქალბატონი მამიდა. ქალბატონი მამიდა რო არ ცხოვრობდეს, აქ არაფერი არ იქნებოდა. მაყვალებები არის სასაში და ქალბატონი მამიდა არის აქ. ჩვენ კიდევ ჩვენი კამერებით ყოველთვის მზად ვართ ჩამოვიდეთ და მოვყვეთ თქვენი ამბები. ახლა დაგემშვიდობებით? კარგად იყავი, პაკა. სულ კარგად მეყოლეთ. დროებით. ძლებს ნორმალურად მორჩა. ამასობაში 125 ბლოგზე ვისწავლეთ დასრულება. არ დაგავიწყდეთ 40 კაზე მივდივართ ძროხას ვწველით კაცმა არ იცის სად მოგწორეთ, სად მოვწალოთ. აბაჰე.